გადაცემის პარტნიორია EcoFlow. დამუხტე ელექტრომოწყობილობები და საოჯახო ტექნიკა სახლში დენის გათიშვისას EcoFlow-ს პორტატული ელექტროსადგურის გამოყენებით. ხაკაშვილების ანსამბლის რეპეტიცია. ნომოვა იმენა ტვისტ აიღებს, ხო იცით რა, კაროჩი რა. ჩემი გაწელვა იქით იყოს და საერთოდ აი გაწელვის ნერვი აღარ მაქვს უკვე რა. რატო? რავი საერთოდ ეს ხაკაშვილები ნორმალური ანსამბლია, გასტროლი არ გვაქვს, არაფერი სიახლე ჩვენ არ გვაქვს. შენ რას ამბობ? ძმაო, ხა ნორმალური კი არა, ნომერ პირველი ანსამბლია. შენ გოჩა ჩეტკოება, რა თქვა, იცი? რა თქვა და სამეჯლისოებში მე ვარო და ქართულებში ხაკაშვილიო. აბა? ის კი არა, ეს. თან ვეხარ ჩვიცი. მერცოჩი. გამარჯობა ყველას. გამარჯობა. როგორც გასწავლეთ. როგორც შეშორით ხაკაშვილებს. გამ. ხაკ. რა, დაბრუნდიკა. არა. გამ, მიეცი, ხასიათი მიეცი. გაგიხარდა რომ დამიანე. გამ. ხაკ. გამარჯობა შევო. გამ. ხაკ. არ ვარ გამარა იყო ჯანდაბას. ესე იგი როგორც იცით ჩვენ გვაქვს გასტროლები. ოღონდ ჯერ არ ვიცით სად, მაგრამ გვაქვს. ოჰო. ევროპაში იყავით თქვენ ჩვენთან ერთად დამასულები? არა. ამერიკაში? არა. ძალიან კარგი. მე ხომ ნახე. ესე იგი იცოდეთ რომ ჩვენი ანსამბლი არის უნიკალური. გაიმეორეთ, ჩვენი ანსამბლი არის უნიკალური. ხაკაშვილები არის უნიკალური. ხაკაშვილები არის უნიკალური. როგორც ჩემი დიდი ბაბუა იტყოდა, მიტროფანებ ხაკაძე. გინდა ცეკვა. გააკეთე. გინდა ცეკვა. იშრომე. იყვეთე. თუ არა და ხელახლა. გინდა ცეკვა. იშრომე. იყვეთე. თუ არა და აი ეს უკვე კარგია მომწონს. როგორც იცით, ჩვენ ანსამბლის საიუბილეო წლისთავია. დიახ. უბრალოდ თვისთავი შეიძლება ითქვას. და ვემზადებით ფილარმონის დიდ საკონცერტო დარბაზისთვის. დიახ. როგორც მოგეხსენებათ, ბილეთები ჯერ არის სალაროებში, გაგიგვირდებათ და ჯერ ერთიც არ გაყიდულა. დიახ. მაგრამ ვიცი რომ ანშლაგი იქნება. დიახ. და სპონსორი ყავს ვიშოვეთ? რა თქმა უნდა, თუ ბატონი ჰედენი დაგთანხმდება, აუცილებლად გეყოლება სპონსორი. ჰედენი ვინ არის? ჰედენ შოლდერსი შეშობელძაღლო, ვინ არის ჰედენი? გასაგები. ჩამოიწიე ცოტა აქ. მანძილები აიღეთ, თქო შობელძაღლებო, მანძილები აიღეთ. აიღეთ მანძილები, სასაფლაოზე არ ყოფილიყავ თქო შობელძაღლებო თქო, წავიდა, თქვა არის სპონსორი. დიახ. ვაშსიამუნეთ ჩვენ. დიახ. და ჩვენი სპონსორი არის Wash and Go. Wash and Go-ს უნდა ვასწავლოთ ეს ცეკვარი გადაკეთებული ფარიკაობა, ვიღაცებმა რომ ფარიკაობა დაარქვეთ, ჩვენ დავარქვით Wash and Go. წავიდა. Wash and Go, 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 Wash and Go. Wash and Go. არა. შემოდიხარ და მანდილის მაგივად ხელში გიჭირავს ჭუპიკი Wash and Go-ში და Wash and Go. დიახ. Wash and Go. გასაგებია ხო? თქვენ ცოტა მამაკაცურები იყავით. აი, რაღაც დამანახეთ რომ ფარი ხმალე ვაჟკაცები ხართ, ხვდები? დიახ. ესე იგი, მთავარი არის გამართული იყო წელში, თავი ზემოთ დოინჯი ხელები დოინჯი. ეხლა შემოვლენ ჟურნალისტები და აბა თქვენ იცით. დაანახეთ თქვენი ჭეშმარიტი ნამდვილი სახე. ხაკაშვილები. ხაკაშვილები 1 2 და 3. ხაკ. არა, კარგად. ხაკ. თავი ზემოთ. ხაკ. აი ეს კარგია, მოვიდეთ. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. ხვალ არის ქორეოგრაფიულ ანსამბლ ხაკაშვილების 45 თვის იუბილე, რომელიც ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის სასადილოში გაიმართება. მანამდე ჩვენ გავესაუბრებით ანსამბლის მხატვრულ ხელმძღვანელს, ბატონ ვასილ ხაკაშვილს. ბატონო ვასილ, მოგესალმებით. ჯერ ამცელე უკაცავთ 1 2 1 2 1 2 1 გისმენთ?
ბატონო ვასილ, მაინტერესებს აი რომელიც ცეკვებს ნახავს მაყურებელი, რომელიც თქვენს კონცერტზე მოვა. ჩვენ მოგეხსენებათ რომ გვაქვს შეძახენზე ეჰე ასა მაგის მაგალითად გვაქვს ფხა მაგალითად, მაგრამ ჩვენ ახლა უკვე განვარცეთ საქართველოს კუთხე კუნჭული ასე ვთქვათ მოვიცვით ასე ვთქვათ და გვაქვს მაგალითად ესე იგი ცეკვა ქართლული. დააგვიდით, სუხიშვილებს აქვს ქართული. ჩვენ გვაქვს ქართლული. ქართული. აი მაგალითად ქართულში ხარ ასა ოს მაგათ აქვს. ჩვენ გვაქვს ქართულში აბა როგორი? ქართული. მო მიაჭირი. მო კისერი აუცილებელი ამბობს. აი და კიდევ რომელიმე კუთხე რომ გვაჩვენოთ. კიდევ გვაქვს კახური მაგალითად. კახური. 1 2 3. მაშ ზახმა მაგალითად კახელები დინჯები არიან. კახელები დინჯები არიან. მაშ. დიახ. მიდი 1 2 3. მაშ. მეგრული ცხომა არ გაქვს. სისატურა. სისატურა და არიან და სისატურა და არიან და რაშია ზამბია რა მოვია ყოველ თქვენ ისეთი უნიკალური სიახლეები გაქვთ, სხვა ანსამბლებიდან თუ გადმოდიან თქვენთან მოცეკვავე. მინდა გითხრათ რომ სუხიშვილებიდან გადმოვიდნენ ბიჭების გითხრათ რომ 30 ბიჭი გადმოვიდა ჩვენთან, კი. მართლა? დატოვე სუხიშვილი და გადმოვიდა ჩვენთან, დიახ. ხო, მაგრამ ანუ ახლა მე 3 მოცეკვავის გარდა გადმოვიდნენ, გამძუხნეს და გადავიდნენ ისე. არ დარჩენილი. კი ბატონო, გასაგები. ერთი ცოტა ისეთი კითხვა მაქვს, როგორც ვიცი თქვენი ერთ-ერთი სოლისტი სამართალდამცავებმა დაიჭირეს და რა იყო მიზეზი, რა მოხდა? აი ეს უპატრონო დაიჭირეს, მოდი აქ ვიდო. აი ეს რეგველი დაიჭირეს, უბრალოდ მეუნებოდი რომ ისე იცეკვე რომ დაანთო ცეცხლი მეთქი, რამ დეგენერება პირდაპირ მშრომით გაიგო და წნორის კულტურის სახლში დაანთო ცეცხლი და გადაწყა. თლიანად კულტურის სახლი, ნუ ეხლა ასე ვთქვათ როგორ გითხრათ, პრობაციონერია და ჩემთან არის მომაგრებული, დიახ. ჩემთან მოვა, აი აქ მაგთიც მიაწვება, მოსული ვარო და აი ჩემს მერეც ეგ გადაითრიე. აი სხვა რა განასხვავებს თქვენს ანსამბლს სხვა ანსამბლებისგან? ყველაფერი, ჩაცვლობა, მიხრა, მოხრა, გითხარით, ხო ყველას აქ დუმტრა, ტამტრა, ჩვენ გვაქვს ტამტრა, დუმტრა. აჭარული ხო დუმტა, ჩვენ გვაქვს ტანდუმ. დიახ. რიბუტამ, ჩვენ ტაბტამ, ტიდიქით გვაქვს. როგორც ვიცი, კოლაბორაცია გაქვს. კოლაბორაცია გვაქვს, კი. ზედასთან, ხო? დიახ, მე და ქალბატონი ზედა ვცეკვავდით ერთად და კოლაბორაცია გადავწყვეტით. გასაგებია და დღეს ვიხილავთ კი, ზედასთან, დიახ. აჰა, ძალიან კარგი, ანუ გვერდი დარბაზში რეპეტიციობენ ეგეც მოვლენ, წუთი უნდა მოვიდე, იმიტომ რომ უთხარი რომ მოდით მეთქი და მოვლენ ალბათ. კარგი, თვითონ დაველოდოთ. კი ბატონო, დაველოდოთ. რომ მოვლენ. ჩვენ გადავიღებთ ხო რაღაცებს რეპეტიციას? მოგძანდი. გამარჯობა. მოგესალმებით, როგორ ბრძანდებით? საოცარი სტუდია გაქვს, ცოტა ფერ შევცვლიდი, მაგრამ არა უშავს. გამარჯობა. მოგესალმებით. თქვენ საუბრობთ ახლა კაბუტონო ზედასია. თქვენს დასთან დაკავშირებით, აი როგორ ჩამოყალიბდა და ეს სახელი რატომ ზედასი? იცით რა არის, როცა ჩვენ შევქმნით ეს სტუდია, ყველაზე მაღალ ადგილას გადავწყვიტეთ და ეს არის ისეთი ადგილი, რომელიც სხვა დანარჩენ სტუდიებს ზევიდან უყურებს. ხო ხვდებით, ამიტომ თვითონ დაერქვა სახელი ზედასი, ანუ ზევიდან. ზედასი, ხომ ხვდებით? ანუ ზეინაბ დარასელია და ზედასი. ზედასი, დიახ. ეხლა რამე ახალი ცეკვა ხომ არ გაქვთ რომ ჩვენ გვაქვს მრავალფეროვნება ცეკვაში, გაერთიანებული გვაქვს სხვადასხვა მოძრაობები, ქართული ფოლკლორი გავაერთიანეთ, ცოტა შინაგანი აღვირახსნილობა ჩავდეთ, ცოტა კენჭის გავლა ჩავდეთ და მივიღეთ საბოლოოდ საინტერესო სურათი. ჩვენ გაჩვენებთ ამ ყველაფერს. თამარ მუსიკა? მზად ხარ? მუსიკა?
აღურასნილობა ჩადე. უფრო მეტად. კენჭის გავლა. თამარი. ბრავო. ამაშია საქმე. ამას ილიკო როდესმე მოიფიქრებდა? ვერასოდეს. უბრალოდ აქ ცოტა მოძრაობა დამაკლდა, ხვდები? იცით ახლა რომ თამამა, თქვენ ნუ გერიდება და მოგძანეთ, გამოგონოთ თქვენ რა პრობლემაა. აი ზედასის და ფხაკაშვილების ხელმძღვანელების მასტერკლასი რომ ჩაგვიტაროთ რომ კი ბატონო მაყურებელსაც აინტერესებს მაშინ ჩვენ გავკადნიერდები და მოდი სუხიშვილები გავხეთქოთ გულზე ერთი ზედასი გამომართვია ესე უცბად არ ვიცი ესე უცებ რას გავაკეთებ მაგრამ ნუ შევეცდები რომ ცოტა მას კი ბატონო მიყურე კახელების და იმერლების კულინარიული დაპირისპირება. თანხა თქვენი, გემრიელი კერძები ჩვენი. გამარჯობა. კარტოფილის უკაცრავად კარგით. მოგესალმებით, თქვენ ალბათ ძეობის სუფრის დაგეგმვაზე გესაუბრეთ, ხო? კი, ჩვენ გესაუბრეთ და ბატონო. დაგძანდით გეძლება. კი, ხო? რამდენიმე საათში პაპაი უნდა გავხდე. პაპაი ნაცვალო. ბაბუა, ხო. ბაბუა გახდება ეს, მე უნდა გავხდე პაპა და. ხო და სუფრა მინდა ესე ჩიტის რძი არ უნდა აკალდეს რა, აი მაგიტას არ უნდა აკალდეს ჩიტის ჩემ შვილიშვილს, ხო იცი, ესე უნდა დავხდეთ რა, პაპაი ნაცვალოს მაგას აბარა სუნხიარულებაში და ბაბუა ხარ შენ, მე ვიქნებ პაპა. არ არის საოცრებებს ჩავიდენთ ჩვენ საოცრებებს ყველა ისაუბრებს ამ კერძებზე მოდი ახლა მე თქვენ მენიუს დაგიტოვებთ ხანი ისაუბრეთ ერთმანეთში კი გადავხედავთ და მე სულ მალე შემოვიდეთ მე ჩამოვწერე და 28-ში 150 კაციანი სუფრა არა ხო მაგრამ ეხა ამის გადახედვა პრინციპში შესათანხმებელიც არაფერი არ არის ეხა სუფრა უნდა იყოს კახური როგორც თქვი უნდა ეყაროს მეც ჩამოვწერე. მე ჩამოვწერე ერთი წუთი მენიუ დაგვიტოვა ადამიანმა და რატო გადაწყდა რომ კახური უნდა იყოს. ხო და ხო ვიცით რა თქვინა საჭმელი რა თქვინა მენიუში კახური უნდა იყოს აბა რა უნდა იყოს კახური სუფრა. ხო და რა ვიცი კახური რატო იმეროლს რას უწუნე. ბიჭო მომისმინე კახური სუფრა არის ხორის ხორცი, ცხვრის ხორცი, ძროხის ხორცი, ხბოს ხორცი და იმერული სუფრა არის ისა რა კახური საჭმელის საჭმელი. ანუ ბალახი. რაგინე ხე მეტი რაგილება რა გამანებე თავი რა. აი ხასიათი ვარ შემოსული, რას ვერ შეჩვდი რა. ხვეწები რა. შე ჩაკაფული ხო გიყვარს? მარა ჩაკაფული. მე ერთ დაუკვირდი ჩაკაფული. იქ ტარხუნა თუ არ მიეცი ბიჭო. იქ კინძი თუ არ მიეცი. იქ ახალი ტყემალი თუ არ მიეცი. არის მარტო მოხარშული ხორცი, აბა რა არის ახლა ჩაკაფული სხვა? აი დავითიჩი აი გიყურებ და მეცოდები რა. ო მამა. შენ ამ პირში გემუარა გაქვს ან თავში ტვინი? დედა მოუა. ერთი იწოდი რატო? აი თოდო. აბა ბიჭო. რა ის ეკა რა მერული სუფრა ბიჭო ის არის კაი ეკალა იმას ფხას ბალახს რომ მოკრიფავ და რაღაცა ნიკოტში ამოზილავ და იქეთ პატარა კეთპამინოს მიაჩი პატარა ჭყინტყვით პატარა და კი მომშივდა ისე ცოტა. მოხვედი საჭმელს ბიჭო რა შეხედე მოაბრუნე და შემოაჩიგო და იმავს ყველა საჭმელს კუჩი თავისი განყოფილებაა. 24 აი მოვიდა კაცი არის ეგ არის ჩავინიშნე. კაი. აჰა. აბა მეგობრებო, შევთანხმდით მენიუზე აბა კი, როგორ არა კაცო. ვერაფერზე ვერ შევთანხმდით და ვერ შევთანხმდებით. დიდი მაგ. არა პრობლემა, მაშინ მოდი მე დაგიხმარებით ახლა მე არ მომწონს. მოკლედ, მაშინ მოდი დავიწყოთ ახლა სალათებით. სალათები. ანუ როგორ ფიქრობთ? ანუ სალათა როგორ იგირჩევნიათ? ნიგზით თუ ძმრით? ერთი წუთი დავაზუსტებ. დავითიჩ, შენი ღვინო მოგაქ ხო? ღვინო როგორ არ მოგაქ კაცო, აბა
ისა მაშინ იგზით იყოს, იმიტომ რომ ძმარი ჩვენი მოგვაქვს. და მოვა, ბიჭო. რა გინდა შენ აჭი. ვინოზე მაინც რატომ მეუბნები რა, მაგრამ გისმენა. რას მისმენ, რა ჯობია, ვიო. ანც როციც კაცოლი გაორიდი გაოსო, აიმე დალე რა ჯობია მაგ ჯერ ხანცო ჯერ ჯიხვი როგორ უნდა მოკლა მაგ ღვინის გულისთვის ხანცი როგორ გავაკეთე მის გიზა სიფცხვილია მე მეორე ვიდეო იმ ღვინოს რო ჩაასხავთ აი ნალექიანი ყავასა ჩაქას რო ჩება ესე შაქარი ბოლოს ხარ წადე ბიჭო ღვინოზე რა გინდა ვინ შენ ხორცს ყველაფერი მოკლაზე რატომ მიდიხარ რაც დადის იმაზე ნედა ბიჭა რა გინდა წადე ბიჭო გადი გამანები წადი მოპუტე ბალახ მოპუტე და შენ და არ მინდა მე აღა ბავშვი არის და ზოგადად ერთი წუთი დაწყნარდით ეხლა და მივხედოთ საქმეს რისთვისაც იყოს კარგი ანუ ყველაზე გემრიელი რა გაქვთ საფირმო კერძი რა გაქვთ ჩვენთან ყველაფერი გემრიელია, მაგრამ ჩაშუშული გვაქვს ისეთი, რომ თითებს ჩაიკვნეთ რა. აი, ძალიან კარგი. ჩავინიშნეთ ჩაშუშული გვინდა აუცილებლად. ჩაშუშული. კიდე რა გაქვთ? კუპატი გვაქვს ისეთი, მაჯებს ჩაიკვნეთ, იმიტომ რომ თითები ხო ჩაიკვნეთ უკვე. ხო და ეხლა უკვე მაჯებზე გადავიდეთ, ხო? გვინდა იუმორი ქონია დედო. კი, იღებს კუპატიც. კუპატიც. და ერთი წუთით რო აი ცოტა გვერდზე რო გამომყვეთ რა. თომ რატო თქვენი საუბრეთ რა, რაღაცეები მოიფიქრეთ კი. აი ეს მინდა რომ გამომართვათ. ვაიმე, ხვეწები ეხლა, ვაიმე, ეხლა ძალიან უხერხულში მივდებ რა. ნუ ვარდებით უხერხულში. ვაიმე, ასეთი რაღაცები მე ძალიან არ მიყვარს, ანუ ეს ჩემი საქმეა, ხო, ხდებით ეხლა. არ მითხრათ, ეხლა არ მინდა რომ ამათმა დაინახო. ვაიმე, გეხვეწები ხარ, მე ჩემს საქმეს გამომართვით რა. ვაიმე, მე უხერხულებად. რა გეუხერხულებათ, ეს არის იმ საჭმელების სია, რომელიც მინდა რომ სუფრაზე იყოს. გამომართვით. სია? ხო, ანუ საჭმელების სია და აბა გოგონი. აი ხა როგორი გაკვირვებული სახეც გქონდათ, აი ეგეთი მქონდა ამათთან იმერეთში რო ჩავედი. დედა მოუვა რომ ეგონა სუფრაზე ვიჯექი, გეგონება აბიბინებულ მინდორში ვიჯექი იმდენი ბალახ ბულახი ეყარა სუფრაზე რა. მარა. ერთი სიტყვა ანუ რა ხდება? მომის ერთი სიტყვით შევთვალე. სუფრა უნდა იყოს ისეთი, რომ ხალხმა სიმღერა დაიწყოს. წვადები და ჩახკოხებელი ცხელი შოთის პურები, ეს რო იმღარა ის რა ქვია. რა ქვია იმას? ყველი პური ხაჭაპური წიწილა ლარინტი რა. შეგედა რანაირ სიმღერა იმღერა, მაინდა ან უმარი ფათოთ რო იმღერა, ვიო რა. ეგა შეგეძლო რომ ცოტა უბახიანად რა ყველი რანაირად რო იმღერა უბახიან. ის რა იმღერა? იმერული ხაჭაპურის სურნელება, წაგეწევა 900 იქით წასულს. ეგ გემღერა, ბიჭო, ის რა იმღერა, მაინდა მაინც. წადი მე, წადი 900 იქით იმერული ხაჭაპურის სურნელი, თუ გინდა ჯონჯოლის სურნელი წაიღე. შენ ჯონჯოლის წესიერად გიგაბალახეთ, მე რამდენად გითხარი, ბიჭო რა. რა სამწოდეთ გვაქვს მოწამილი მივცე მაგრამ მენეჯერს და შეცვალს ტაფაში შეიძლება ნორმალური თუ ხარ ატაფაზე წვაც რა უნდა ტაფაზე ბიჭო ნერვები არ მოვიჭა შარფული უნდა აბა არა ზეთი დაასხე ტაფა ფუში აბა რა უნდა ძალიან მამა ბიჭო ცოტნი რა უნდა არ მოვიჭა ძალიან გთხოვთ დავწყნადეთ ყველა გაჩუმდით ქალბატონო თქვენ გავჩუმდი კაცო თქვენც გაჩუმდი ძალიან გთხოვთ გავჩუმდეთ ყველა ანუ რაზე მიდის დაბა რა არის საკითხი რომ ეს რესტორანი ანუ გემრიელობებს ვერ მოგიმზადებს თუ რა არამეზე მიდის კამათია კამათი აქ თქვენი სახელი ციური ხო ქალბატონო ციური ჩვენ მეუბრების რომ იმერული უნდა გაკეთდეს სუფრა იმიტომ რომ რაღაცნაირად ვერ შევაგნებინეთ ამ ტკბილ და მურავა ხალხს რომ იმერული სუფრა ჯობია კახური ანუ დაბა მიდის კახური სუფრა თუ იმერული არა გენაცო ჩვენ ხო რაღაცნაირად შევაჯეროთ თორე შეიძლება საბოქალოდ მე შევაგნებინე რომ კახური სუფრა ჯობია რითი ჯობია კახური უგადამრი რითი ჯობია არაფრითაც არ ჯობია ეხა სად იმერული სუფრა და სად კახური სუფრა აი სად იმერული სად კახური სუფრას აკეთებთ აი გარაგძეთ თქვენ იდავეთ ხო და მაგაგძეთ ხორცი ყრია ამ კახური ხალი და ჭადი ლამაზი რო შეხება ლამაზი იქნება ბოსტანი ლამაზია და მინდორი სად კახეთი სად იმერეთი მაგალია სად ჩამო ეთრიე შენ კიდევ იმე ძვირფასებო არა მე არაფერი სადაო არ მაქვს არც კახურ სუფრასთან და არც იმერულ სუფრასთან უბრალოდ ზოგადად მეგრული სამზარეულო
ერთი თავით მაღლა დგას სხვა დანარჩენს. ეს ხა გვაქვს. ამიტომაც მეც ასე ზემოდან გიყურებთ და ვნახოთ მეორე ადგილზე რომელი გავა. ჩამოდი იმერულ სუფრასთან მითხარი ეხა პირდაპირ. სად აიტო დავახოცინოთ ერთმანეთი. რაჯობია გოგო, კაი ნიგზიან ბადრიჯას მითხარი რა. რა შეედრება მეგრული სამზარეულოდან. და რაჯობია კარგ სულგუნს თან რძერო გასდის გოგო, რძერო გადია რო იწელება იგადას რაღაცებს უაკეთებს. რაღაცებს აკეთებს საჭმელი რაღაცებს რატო აკეთებს ჯერ ეს ერთი და მე იწელება ეგრე ისიც იწელება რა ქვია პრასი ნიგზიანი პრასიც იწელება თუ გაწევაზე მიდგა გოგო საკითხი ელარჯი რატო გამომიტოვე ელარჯი არ იწელება ელარჯი თან ამ ეს ქვაბით რო დადგამ და ამ ხისჩოგას რო ჩაყოფ ამ ქვაბში ამოურება ამ ამოწევი იწელება გაწევი იწელება შეწევი იწელება ჩამოწევი ყველა პოზაში იწელება გოგო სუწელა ალბომიდის იგი ერთი წუთი ალბათო ეხა გისმენთ და ჯერ ამას ბალახის მეტი ვერაფერი ვერ ვათქვევენ ეხა იმან აქეთ გაწევ რეზინა დამიმატა ბალახი დააყოლე რეზინა დააყოლე ხორცი სადარ თქვენ შობელძაღლებო ხორცი სადარ რა გინდა შენ ამას სადარ ნევა ქარი ნერვი ბიჭო ამის მორბენელმა სტრიქონმა ხოწრა იყო ტვინი ახლა მორბენელის სტრიქონის ის იყო დრო რა შუაში მორბენელის სტრიქონი ბიჭო აბა ხაშლაბა რა არის მორბენელის სტრიქონივით რო ჩამოატარებთ ხოლმე სიახვარე კაცო შენ აბა ისე თქო მოხარჯული ხორცია თქო მოხარჯული ხორცი ეს კალა კაცი ნორმალურად კი არა მოხარჯული ხორცი მოგწევ შენ რესტორანში რა ხალი შობი არა ბავშვმა ნერვი გაჩვენე შენს კიდევ გოგო ამის მიერ დახომა ჯერ ერთი სტუმართ მასპინძობა იწოდე და თქვენ სტუმრები ხართ მე ვარ აქ მასპინძელი მოდი სულ გაჩვენა კაი განაგრძო ახლა მომისმინეთ დაიმახსოვრეთ შენ კიდევ ჩაიწერე ზოგადად ნახეთ მეგრული სამზარეულო ამ თავისი გებჟალიებით და მეგრული აჯიკებით ელარჯებით ხომებით სულგუნებით და 1000 მრავალფეროვანი კერძებით არის თვითონ აკადემია და ეს რაღაცა კახური და იმერული სუფრა არის პროტექნიკური და ასე მასკეტა ჩაიწერე კაი ეგ ყველაფერი კარგი მაგრამ მეგრელებმა რაც ყველაზე მთავარია ხაშლამა არიცით ხაშლამის გაკეთება არიცით არა აი მე ამის ხაშლამა შენ ბიჭო ეს ხაშლამა რა არის მოხარშული ხორცი ხარშული ხორცი შენ კონტროლებს შენ მენეჯერი ხარ გილად რა კარი მოხარშული ხორცია გოგო ელარჯი რა არის ვაფშე გო რაღაცა ხერხილი არ მოხარჯული ყველთან ერთად ბრავო ხერხილია მოხარჯული ყველთან ერთად აი ისაა ბატონო დიახ კი ბატონო კი ანუ 2 მაისი ჩავინიშნა ნორმალური 200 კაცი არის ხო სიცხეა იყავ ხედი აი სუფრა მოხდა საკვეთი კარგია შენი ჭირიმე რა აი მე დამღალეთ უკვე რა ჩამოვტეროთ რაღაცა შევთანხმდეთ რაღაცაზე რა აი მე ამ ნერვიულობაზე ახლა მომშივდა და უი შენ შეუკვეთეთ რომ შევჭამოთ სასწრაფოდ ხინკალი შეუკვეთეთ კაი დედა რა ხინკალი ისე ბალახები გვაქვს ქვეყნით რაც არსებობს შეკვეთილი და ამათ ხორცები კიდე და ეს ხინკალი რატო მოგინდა მაინდა მაინც ხინკალი მინდა და შეუკვეთეთ შვილო ჩანავა ჯიმა შეკვეთილი ბავშვისთვის ძალიან კარგია ელა ის იქნება ეკალა იქნება ვაიმე მაინც თუშს უნდა გავყოლოდი ცოლად რომ ხინკალი შევეკვეთათ ჩვენთვის ახლა მინდა ხინკალი და მორჩა აღარ განიხილება სწრაფად ხინკალი ხმა მოიღე შვილო მოი დედა ხმა მოი აი მე თქვენ საერთოდ ამდენი ხანი გისმინეთ და გითმინეთ არაფერი აი რატო
ტვინი წაიღეთ საერთოდ. ნუ ნერვიავიღე, რას ნუ ნერვიავიღე? მე ნუ ვუწე. ამდენი ხანია გიხურებ და სისულელებს თქვენი კუთხე კუნჭულებით ტვინი წაიღეთ უკვე რა. ანა დამშვიდდი რა. აი სუში რომ მომინდეს მე რა ვქნათ. აი აზიური საჭველი მომინდა. ჩემო დიდი ბაბუა არის იტალიელი ვიღაც შორეული ბაბუა და მინდა კარბონარა ვჭამო. აჭარული ხაჭაპური რომ მომინდეს ასლაბაბუა გამიშვიდო რატო ეგრე ნერვიულობ? დამშვიდი შენთვის ნერვიულობ არ შეიძლება. შენ რა იცი შენთვის რა შეიძლება ნერვიულობა შეიძლება თუ არ შეიძლება? გაჩუმე ხალოვინა. კაი ანა დედა ნუ ვიხარ ნუ ნერვიულობ. ვანა რას ნუ ნერვიულობ? კიდე მე ნუ ნერვიულობ. რაც გინდათ ისკეთ მე მივდივარ. სად მიდიხარ? მე მივდა ვიმშაბია რომ იმიტომ რომ დამეწყო შაბია რომ. აი რა ბაბო არა ის თქვენსად მოდიხართ ვერ გავიგე მაინც რესტორანში უნდა მოპრუნდეთ და იქნებ ეგდეთ აქ და არ გამოადგათ რატო საი რესტორანი კაცო არ გამოვყეთ არც ერთი მოდა ვიკითხებ ერთი წუთი ხა მოვიფიქროთ რა ვქნათ დავჩეთ მაშინ სად უნდა დავჩეთ კაცო მშობიაროს ბავშვი და არ უნდა გავყვე ლები დაყარა ბავშვმა კაცო მაშინ წავიდეთ და ავიღოთ ეს პროგრამა და ჩემი მანქანის კაპოტი შევბეროთ კი ოპენ კორსას აქ ამხელა კაპოტი წამოდი ჩემ მერსედის კაპოტზე გავწევ პაეტელას უარი რადი ვიდეო რა იცი კახელება კაპოტი აი მე კაპოტი არ დაიწყო ჩხუბი წამოდი ჩქარა მშობიარო Ათიანი წლების ჯიხური. შენი საყვარელი მომღერალი. ბრაიან ადამსი და თამუნა ამონაშვილი. მამა შენი და შენი შეყვარებული რომ იხჩებოდეს, რომელს გადაარჩენდი? ორივეს. სტოპ. რა გაიგონე ახლა? ზაღალი კიდე არ მოუტანია ნისიების პული. ამ შობელძას გამივსო მთელი ნისიების რეული. შობელ ძაღლიო, მამამ თქვა. მამა მეგობრობის დღეურს ვავსებ. შეავსე შვილო შეავსე. მამა, აბა სტოპ მითხარი უცბად. სტოპ. აბ ბექა. რა ბექა გოგო? რა ბექა? გაწიე ფეხი. მომეცი ერთი ნისიების რეული გადავხედო აბა. ვის რა დღეს მოსატანი იქნება გამიხაროს გული. აღარ შემიძლია უკვე. აუ ეგ ნისიების რეული მომწერტი 100 ფურცლიანი, ოღონდ 5 წალის სავსევალებით. ნატრაშიც რანაირი უნაირო ხარ ვასო. რა გინდა ნისიების რვეული კაცო? ინატრე ფული პირდაპირ ბარე, რა კიდე ნისიები მინდა? რასო, კაცო, ფული რო ვინადრო, მაგდენი ფული რო ვინადრო. რას 5 როლში ჩაეტევა, მაგდენი ფული ერთად რომ მქონდეს, აი ხედრიონი დამაუწყებს ეგრე პირამიდაში შარვალები და ეგ მინდა მე, მაგას მიჩვენია. ნისიების რვეული და ნელ-ნელა წამოწექი, აგე და შვეიცარიის ბანკივით. ნელ-ნელა მოგდის ფულები. კაი, მაგას თავი დავანებოთ და შენ როდის უნდა გაყვე გოგო მამა შენს ერგნეთში? შენი საყვარელი მსახიობი. მსახიობი კი არა, ერგნეთში როდის უნდა გაყვე? განები ამან ისწავლოს, არ მინდა ერგნეთში მეული ამან როგორ ისწავლოს და არ მინდა. რა უნდა ისწავლოს, ბიჭო? სად უნდა ისწავლოს? სამედიცინოზე ჩაბარება იცი რა ღირს? $25,000 უნდა გადაიხადო რომ ჩააბაროს და რატო უნდა გადაყარო ვასო ტყუილა ფული? არა, მე გადავიხდი, კაცო, ეგრე კი. არა, მომისმინე 3 ბიჭს მოწონს უბანში. სკოლაში კიდე რამდენს მოწონს ვინიცის და გათხოვდება აწი და მე იმათმა იზრუნონ ამის სწავლაზე და გადაიხადონ ფულები. რატო უნდა გადავყაროთ ფულები? არა, მე მაინც გადავიხდი. მამა, შენ არ გეგონოს რომ მე მაინც გადავიხდი, მამა. მე არაფერს მეკითხებით საერთოდ. როდის მოყვები ერგნეთში? აუ, კარგი მამა, შემეშვით საერთოდ რა. გაგიბრას და ეხა გაგიბრას. ცოტა მოსარჯულებელი. ცოტა მოსარჯულებელი. გიორგი დედიკო ხო ხედავ არავის ეშინია მაქს როლის და ტყუილოს რა ტყულა რატო ხარჯავ იმას ტყუიებს? გაუმარჯოს გიორგის. ნანადეიდა. ცია სად არის? ცია? გამოდი გიორგი ამასული შენთან. აუ, კარგი რა დედა, არ მინდა წავიდეს უთხარი რა, ტოლი ნახოს კოჭი გააგოროს რა. უყურე. აი, მაგრა უთხრა. სუ მამას გავს. სუ. გამოდი გოგო ბიჭი გელოდება. დედა, ხო იცი რომ არ მიყვარს და უსიყვარულოდ კიდე არ გოყვები. დედა, მომისმინე ეგრე არ მიყვარდა მამა შენი მეც, მაგრამ ერთხელ დამაუთოვა, ორჯერ დამაუთოვა, 3ჯერ დამაუთოვა და მეოთხედ რო დამაუთოვა, ისეთი სითბო ვიგრძენი თვალებში, ახლა გვაქვს გადასარავი ტკბილი ოჯახი. აბარა. ნუ მეგვამდენი თქო ბიჭო, ფეხებში. ცია!
აუ დედა რა ბიჭი გელოდება გოგო გამოვი ეს ლამაზი გოგო ვინ მოსულა აქ რა ლამაზი ხარცია კაროჩე დღეს მინდა რომ რაღაცაზე დაგპატიჟო რა და შენივე ბუთქაში რასაც გინდა ხელი დაადე დავაყაჩაღებ და იმენა მოგიტან შენ რა საზიზღარი ბიჭი ხარ რა კაროჩე კაი ხა მე წავედი და შენ იმენა უზრუნო ცხოვრებაზე იფიქრე რა 24 საათი დენი და რამე გექნება იმენ წადი გაეთრია ქედა რა სიაკო რა ლაპარაკია მშვენიერი ბიჭია რას უწუნებ ცოტა თბილად მოექცა კაი მონიტა გამარჯობა ვასობიძია გამარჯობა სარეცხის საპონი მინდა 72%-იანი როგორ სარეცხის საპონი მინდა საპონი 72%-იანი რა ხდება მე მგონი გვაქვს ცია ხო აქვს 72%-იანი ცია რაშია საქმე წავამე პარაფინის სამსლებს მიდი მიხედე ჩამოვასხავ და მოვა მიდი მიხედე ვა ბექა ვაცია ვა ბექა ვაცია ბექა გოგო სხვა რაღაცა უთხარი შეწუხდა ბიჭი შეხედე სახეზე კაი დედა გაჩემდი ხო შეგიძლია თხა როგორ ხარცია რავი სამი დღეა ჩვენი ბუტკა არ დაუყაჩაღებიათ და კარგად ვარ კარგია ხო დიდი ხანი არ ჩანდი და სად იყავი? რასაკეთებდი? მე? ხო შენ. მე დედამ ქსოვა მასწავლა და ბეზრუ კავკას ქსოვ. თუ ძაფი მომრჩება, მე მინდა რომ წინდაც მოგქსოვო. კარგია. ვისთვის უნდა მოგქსოვ წინდა? რავი. თუ გინდა შენ მოგიქსოვ. გინდა? მინდა კი. არა? მინდა. კაი, უბრალოდ შენი ფეხის ზომა არ ვიცი. სახში რომ მივალ, ჯოხით გავიზომავ ტერფზე და მე ჯოხს მოგიტან. მართლა? ხო. არ დაგავიწყდება ბექა? არა. მაშინ კაი. მიხარია. კაი. სხვა? სხვა რავი, 4 დღეა წყალი არ გვაქვს და ცოტა მოვიწყინე. გინდა გაგამხიარულო? კი, მინდა. გუშინ სანამ დაღამდებოდა, სახში ყველა სანთელი დაუმალე და რო დაღამდა, ჩემი ოჯახის წევრები ეძებდნენ და თან ერთმანეთს ეჯახებოდნენ. ბექა. იცი, კიდევ მამაჩემა მოსკოვიდან ტყავის კურკა ჩამომიტანა. სულ ტყავია და შიგნით ბეწვი აქვს. მე რატომ არ გაცვია ბექა? სად უნდა ჩავიცვა? არ მინდა რომ ხედი როდმა წამართო, სახში ვიცვა. ვაჰ, ბექა, რა ჭკვიანი ხარ? ხო. ცია. ხო, ბექა. ეს შენ მოგიტანე, სნიკერსი. ხო გამომართი. რა? თლიანი არასდროს მინახავს. შენთვის არა ბექა, ამას ვერ გამოგარდა. არა, ხო. ვერა ბექა. ხო, უარი არ მითხრა რა, შენთვის მინდოდა ეს რომ მომიტანა. კარგი ბექა. თელი ცხოვრება შევინახავ. კარგი, მაგრამ უნჯობესია შეჭამო, ცოდვა გასაფუჭებლად. კაი, მაშინ ბიჭო, აქ რა ხდება? დავაი, იგი გამოვიდა და მიმიშვამ ლამაზ გოგოსთან. რა გინდა? რატომ ახვედი რა მოგცე? მინდა და შენი ღიმილი მინდა და ერთი სომხური კილკა. შემოდი დედიკო. ისა რა უნდა გითხრა გიორგი? მაინც ცოტა იქით რო ატრიალო ეგიარაღი აშინებ მაინც კლიენტებს. ვის ვაშინებ? ვასობიძია, ეხა მომისმინე. მე ეხა შენ უნდა მომცე 7 პური და 9 ლიტრა ბენზინი და შენი ქალიშვილი. აი საკაცო, ბენზინის ნემას მოგცე, მაგრამ ქალიშვილს ესე რანაირად მოგცე? რანაირად, ავ შემიფუთე და ისე რაზმია რანაირად გამოვუში ქალიშვილი. აშო გიფუთა ხუმრობ ალბათ ჯილო. არ ხუმრობ, არა, ვასობიძია, არ ხუმრობ. შენი გოგო მინდა. მოდი რა ვქნათ, იცი საღამოს გამოდი. ეს ბენზინი გამომართვი. ხო.
ეს ბენზინი კონდეს და საღამოს ამოვიდეს და ვილაპარაკოთ აი ეს ოჯახში როგორც ტრადიცია და წესია. აგერ როგორც წესი არის. აი ეგ უკვე ჭკვიანურია, ეგ მომწონს, ესე იგი ისე იქნება შენ დღეს შუქი გექნება. შუქი გვექნება? შენ გაიხარე შენ. შენ სართულზე იქნება, მარტო მე მექნება და იმენალიჩნა შენ გექნებოდა. თუ კარგად მოიქცევი, გაგრძელდება კიდე გრაფიკი. რა კარგი ბიჭი ყოფილა გიორგი. კაია მამა რა. შვენიერი ბიჭია გიორგი. რას უწუნებ ერთი ვიცოდე გიორგი. ხო, აი არ ვიცი. აუ იცი, ცია. იარაღი რო არ ქონოდა და დიდი რო არ ყოფილიყო და რო არ შემეშინდეს. იცი რას უზამდი ამას შენი წყენისთვის? არავიშავს, რას ვიზავთ, ბექო, ცხოვრებაა ასეთი. ხო. ხო. ცია. ხო, ბექო. იცი გუში რაწუხე ძალიან არ მოეყუდოთ ინგრევა. იხუმრა მამა. გუშინ პიანინოზე ვერხვის ფოთოლთა როა სიმღერა იმას ვაწყობდი. მე რა ქენია აწყე? ვერ სანთელი ჩაიწვა და კლავიშებს ვეღარ ხედავდი. სანთელი? ხო. ანუ სანთელი აღარ გქონდა ბექა? ხო რა, სანთელი აღარ. რა ხდება? რა ხდება რა? აიყო შვილო ნისიად მაინც აწერე გოგო. აჰა ბექა სანთელი და დაანთე და დაუკარე. ვერ გამოგართმევ სანთელს. ბექა ძალიან გთხოვ. ჩემი ხათრით. კარგი, მაშინ შენ სახელზე ავაწყობ. მადლობა. ისა წავალ მე ხო? ხო. წადი. შენ შედი და მე წავალ. ხო, ჯერ შენ წადი და მეც შევალ. მაშინ თუ კიდე ერთდროულად წავიდეთ. კაი. მოდი შევდივართ. რა თუ არ წახვედი? რავი, შენ რატო არ წახვედი? რავი, შენ შემოეთრიე გოგო სახში. შემოეთრიე სახში. კაი, კარგად ბექა. კაი, შვენიერი ბიჭს მოწამ ხარი გიორგის. უი მე ქალო შენ არა ხარ ნორმა თუ შენ მოგწონს ეგრე გაყევი და შენ წაყევი ცოლად. ის უნდა გავყვა გოგო ცოლად. ნორმალური რა ჩმორი ჩემი თავი მეზარება და მომიტვრე კიდე მეორე ჩმორია. კაი შენ ნუ ჩაერევი. ეს გიჟი. ო! უბნისგის გაუმარჯოს. ჭკუის ყოლოფა. რა ხდებაო აბა? მოყევი. მე მithქვამს, ხალხს არ ჯერა, მაგრამ დრო მოვა. ისეთი მაღაზიები იქნება, სუპროდუქტებით და დახლებით იქნება სავსე. კაციშვილი არ შევა მოსაპარად. სულელი არ არის აი. ვაი, აუ როგორ მიყვარ შენი ამბები? მე კიდე ეგ რა არის? ტელეფონები იქნება უკაბელო. მამიკო, წიგნი არ დამანახოს შენ ხელში თუ არა? გავგიჟდები იცოდე. შეხედე რა დღეში ეს უბედი. კიდე რაო. ავტომობილები იქნება დენზე. შეაერთებ შტებცელში, დაიტანება და წადი. ტელევიზორის შესაერთებელი დენი არ გვაქვს. მანქანას ვინ აკები შენ? სულელი არ არის. შეაერთო, ვიჯო, მანქანა ვის გაუგია დენი? სამი შეაერთო, ეგ რა არის? საჭმელი. იმდენი იქნება? საჭმელი გვექნება საჭმელი? იმდენი საჭმელი იქნება. დაურეკავ და სახლში მოგიტანენ. წერტირა შეთვის არ ცალია რა ჩერჩეტა გადი კაცო აქედა იცინეთ ეს არ არის თქვენია ანდაც დაგიტოვებთ იქნება აგინა ბიძია შენ გამოგაშტერა ამ წიგნებმა რა გამოაშტერა აღარ ქვია იცინეთ მე მithქვამს წადი ბიძია წადი არა და რა კაი ოჯახის შვილია შეუბედურო წიგნი არ დამარახო გადა ბენზინი მინდა ერთი ბოთლი ამარეთო რა ხო მოგეცი კაცო ბენზინი დიდი ბიჭო არ მეყოლის ბენზინი მინდა იმენა და ერთი ბოთლი ამარეთო მინდა რა აგერ ამარეთო რომ ბენზინი მოგეცი წეგან აუ ბენზინი სია სად არის სია ხო აქ არის გამოდი გოგო მიდი მიდი წესიერად მოიქეცი კაი ბიჭია რა გინდა აი ეს შენ და ბენზინი რა გინდა
რა თქმა უნდა მამაშენმა რამე რომ ითქოს მივასწავ ბენზინს და წავუკიდებ ცეცხლს. აუ შენ ბიჭო მართლა აზე მოდი ხიძე გადი რა. რამდენს მეტლიკინები გოგო შენ დავაი გამოადგი ხა ფეთი. რა ხდება? მე კი არა დავაი წავედი ნუნიკა. კაცო რა შენ მართლა ჩმორი ხوار გონი ვარ მე. დადი ბიჭო მოხია. ბეგდიერი იყავი, დედიკო, ბეგდიერი იყავი. შეუსინდისო შენ ბიჭო. კაი გაჩუნდი ახლა არ უნდა ამდენი ამბის ატეხვა კაცო. გილოცავ სიმამრი ხარ უკვე? აუ ხო. რა იმის მარტო ერგნეთში. სამაგეროდ კაი ბეჭი ჩავარდა. საქმის გარჩევა უბაჩი. შენიორი? ხო და всё ეს შენიორი მე ჩემი 4 და ეგ არის. რა უნდა გიქნა ბიჭო რა. შეკრებასაც აზრი აღარ აქვს. ხო რა. ეგ არის ძმა დავაი ჩააბარეთ რაც ააგე. ერთი წამი რას ხო ძმაო რა ჩავაბარო ახლა ეს ღია. რას ხო ძმაო მე რამდენი რას ხოდი წააგე ბიჭო რა ჩააწააგე. ბიჭო რას ხოდი ძმაო გავარას ხოდო მინდა და უზამ ვითამაშოთ რა. რა უნდა გაარა ბიჭო მომისმინე ჯერ წინახე და ამის წინახე ძმაო 100 ლარის თემა ხო წააგე ნუდები და რაღაცები. მე ახლა კიდე 4 დიდი შაურმა წააგე და ჯერ ჩააბარე ძმაო და მე ძმა მომისმინე გვეთამაშე ძმაო რას ხოდი და ჩაგბარდება ის რაც არის ჩასაბარებელი ძმაო რაზე გაქვს პრეტენზია ვერ ხვდები ამა შეხედეს ეს პატარა ბავშვი ვინ არის აქ რომ მეტლიკინებ რამდენი წლის ახარ ბიჭო შენ ვარ ბიჭო შენ ეხარო ინტერესდები მაგით რამდენი წლის ვარ საყომაროს და დამიჯექი აქ მაშინ რატო არ დაინტერესდი მაყომარო დაგიჯექი კი არა ბიჭო რამდენი წლის ახარ მე 19 წლის მე ბიჭო უფრო ხავს როგორ უნდა ელაპარაკო შენ არის 20 წლის თავარ შენზე უფრო ბიჭო ცოტა ზრდილობა გამოიჭირე შენ ბიჭო რა ზრდილობაზე ესაუბრები ბიჭო ბავშვს ბიჭო გამაგებინე ძმა რა წამომიხდი რა წამომიდექი ბიჭო ხმას დაუწიე და რო არ დაუწიო ბრატ შენთვის ჯობია რომ დაუწიო მე ხო და რო არ დაუწიო მეთქი რა იქნება ხმას დაუწიე მე რო გეუბნები რას ხო არაფერი რას ხო ბიჭო ჩააბარე ბიჭო რას ხო წააგე სამი ხელი ბიჭო ხო და რას ხო იქნება მე ძმა ხოდი კი არა ჩააბარე ბიჭო რას ხოდი და მე ჩავაბარე ძმო შიო ვაიმე ჩუმად ისა დედა ჩემი არის ბიჭო და ქალმა არაფერი შეგატყოთ არაფერი შეიმჩნიოთ იმენა და შენი მოვიდა და არაფერი უნდა შემოგვიყვანოს ბიჭო ხო არაფერი არ ხოდე ნახე სად ყოფილა რა გიორგი მე შენ რა გითხარი რომ სახლიდან რომ გადმოვიხედები უნდა ხედავდე მეთქი შვილო რა არის ეს არის ამ ხელა ადგილას რო წამოხვედი არა დე ძალიან შორს აი იქ გვერდზე корпуსთან გადმოვედით ეს რო დაგიდე რატო არ ჭამე აუ დედა გეხუჭამი ამინდა მომისმინე რო დაგიდე რატო არ ჭამე ხო გითხარი რომ ეს ჭამე წამალი დალიე და მე ჩადი სადარ გააღე პირი ახლა წეხა 4 შაურმას ითხოვდა ხა მაგას ვერ ჭამ ბიჭო ბიჭო ჩემ რა გააღე პირი მიდი შედმეტი ლაპარაკი და რომ დაგიძახებს დედა რომ გიორგი შორს არ წახვიდე ესე იგი არ უნდა წახვიდე აქ რა ხდება რა ამბავია გამაგებინე ერთი არაფერი დე ხო თავანის ჩაბარება ხო არა აქვს ვინმესა იქნებ ვერ ვაბარებთ თავს არა დე არა არა იქნებ რამე სხვანაირად არის და იქნებ ვიღაცის დედიშვილს სახი აქვს ასახები და ყბები აქვს ჩამოსალეწი ბოლო უკმაც სიოდე ხო რა ხდება მშვიდობაა ადი სახში და გეტყვი ბიჭები თამაშობთ ისევე ხო არ გაოფლიანდე წესიერად მიდი ერთის და წავედი ერთის და წავედი მიდი გაიდე აქ იყავი გიყურებ და ბიჭო იუდენი ჭამე ხა ჩემი შაურმა გავარასხოდოთ რა გეკופას ჩარტე თავატირე ნუ ტელეკინე ბიჭო აქ დაი ამიჯეკ რა გამიდა შაურმა კი არა ბიჭო კალი დედა არის ძმაო და მოვიცი მინდა ესე მესაუბრებ რა ბიჭო დედა მიოგურტი მაჭამა მე რა კალია ძმაო და შვილზე ნერვიულობს ძმაო რა პრობლემა არის და არ მინდა კალი ვანერვიულო ბიჭო ეს კიდე კარტი რა დამირიგე გითხარი რა წააგე ჯერი ჩააბარე ბიჭო გაიგე შენ ერთი წამი რო არ ჩავაბარო დედა შენი მომთხოვს თუ დედა რატოში ახსენებ რატო ახსენებ ბიჭო ვახონჩი ვახსენებ შუა ბაზარზე თავზე დამადგა კალი ბრა გითხარი ძმაო რომ კალია მე რა და ნერვიულობს ბიჭო დიდი ამბავია და კალი და დედიკო დააწყნარე ძმაო ჯერ სიმონ და მე ხოდე რაც აქ ახარ ეს არ არის დე დიდი ხანი რამდენი ხანია და 1-3 საათი იქნება ფისი ქენი მე ხო ვიცი რომ ახლა შენ აქ არის ზავდი ფისის ახლა მომისმინე ადის სახლში
ფისიქერი შარდის ბურს გაუფრთხილდი იცოდე. დავიღალი ამდენი წამლებით, მიდი დროზე. დედა, გთხო, კაჩაობთან, მაცადე რა, გეხვეწები ყველაფერს ყავში, ნუ მიყიდე. აი, ბიჭო, დედას დაუჯერე ფისები, ქენი ადის სახში, დრო. მიდი ახლა დროზე, მიდი, რაც გითხარი, მიდი. ფისიქერი მოისაქმე და ჩამოდი ახალაბეთ. არ წავლენ ესე ჯამთელობა და მე სხვა დანარჩენი, მიდი დედიკო. მიდი. მიდი. მოვალ, ბრატ. გელოდები, ბრატ. ბიჭებს გაუმარჯოს. გამარჯობა. რა შვრებით, აბა როგორ ხართ, ძმებო? მე რა ვიცი რა. ვართ ესე და ვართ რა. ენელა. რა ცხოვრებით ცხოვრობთ? ჩვენ რავი წესიერი პატიოსანი ბიჭები ვართ, ეიდა, რავი. თქვენ რა ცხოვრებით ცხოვრობთ? მე რა ცხოვრებით ცხოვრობ? კი. მე კაი დედა ვარ, შვილო. და ის ბიჭი, თქვენ რო ხმამაღლე ლაპარაკებოდი, ის კაი დედის შვილია. გასაგებია. და ჩემი შემწუხებელი ძმაო, იმის შემწუხებელია. და ვინც შეგვაწუხებს, დედას უტირებს და იმის კუბოს დავდგავ, ძმაო და ის ვერ გაიხარებს მთელი ცხოვრება. გასაგებია ბიჭო. გასაგებია დეიდა რა. ხო და დავაყენოთ რა. всё, დე, მოვედი. всё? კი, დე, მოვითავე ყველაფერი ფინში. ის უნიტაზი ხუაწიე და ისე ხო კენი ფისი. იხუწები, თავს უჭრი, დედა, გთხო, ბიჭათა მცხენია რა, იყო ძველი. დედიკო, მომისმინე, შენ ახლა იცი რაზე ვფიქრობ, ესე მალე როგორ მოხვედი? აირბინე, ჩაირბინე? არა, დედა, არა. გაოფლიანდი? არა, დედა, არა. არა, მე ხო ვიცი ახლა, აირბინე, აი მე საწავიდა ის პულოვერი ერთი. მე ხო ვიცი. ხო, დიდი, გაოფლიანდები ახლა შენი ნერვები არა მაქვს ამდე ეს გადაიცი. არა, დედა, არ მინდა. მიჭერს ეგ დედა. ხო, და მე მოდი აქ, რა გიჭერს კაცო 10 წლის წინ. დედა, არ მინდა გამანები თავი, დედა. გიო, დედა. ბიჭო, პულოვერი გადაიცვი, დედა რო გეუბნება. კი, კაი, დედა. ხელი გაყავი. აი ესე. დედაცები როგორ უხდებაო, დედაციო, შენ როგორ გაბლაზდი, დედაცება როგორ გაუბლაზდი, დედას ეგრე მეორეთ აღარ ელაპარაკო. ვაი, შენ გენაცვალოს დედა. всё, მიდი. მიდი. შენ ცოტა ხანი ვილაპარაკე ბიჭებთან, დედა, აქვე ვარ, ხო? გავიდე? ხო, ცოტა ხანი, რა დავტოვე ბიჭები და ხო, აქვე ვარ და გიყვე. კაი, დედი, კაი. მიდი. დედა არა, დედიკო. დედიკონა დე. აქვე ვარ. ბიჭო, გიო. რო გაცივდე რა. 100 ლარის თემაში რაც წავაგე, თუ გინდა წამლებს დაგიცი, თუ გაცივდე. შეუძლებო ბავშვო, შენ ბიჭო, ბიჭო, მეორე ბიჭო, დაგიფიქსირა ერთხელ რომ უძდელოს. ბიჭო, უძდელოს, რატომ შეუბრე? მეორე თეუბრები ბავშვს. შენ ბიჭო, ვარ გაგაქრებ წუხას, ის და შენ. შენ ვარ შენ ნორმალური ყურადღებას, ყურადღებას. გიორგი, თავი რატო გაქვს მიდებული ეს ახლო შვილო, ბაქტერიები ხო გადადის არა? არა, დედა, არ გადადის ისა. ტესტი ჩაუტარე დედა, მართლა გეუბნები, კორონას ტესტი ჩაუტარე და უარყოფით იყო პასუხი და მაგიტომ აქ სახე მიდებული, არაფერი არ გადამედება და მართლად გეხვეწები ახლა ცოტა ხანი. დისტანციით. ანუ რა ვქნათ ახლა, დედა შენ ესაუბრები, შენ ჯანმრთელობაზე თუ მე მესაუბრები რა? ბიჭო, დედა ჩემს ვახსენებეთ კი ქალია, ბიჭო, რაღაცა მკითხა და პასუხი გავეცი, რა პრობლემაა? გავიგე, მე ძმაო და მე მესაუბრები თუ დედა შენ ესაუბრები. მეთქი გაფაგებინე ჩემი დედა. მოდი ბიჭო, ჩავდეთ ვაფშე, გინდა ბრა? დავაი, ძმაო, და ისე ვისაუბროთ, ბიჭო, შენი ტონი ვაფშე არ მომწონს, ძმაო, რაღაცა ძალიან აგრესიულად მესაუბრებ. ისეურებ, დავაი, ჩავდეთ, ძმაო, დავაი. გიორგი, არ ჩაჯდე. რატო ჯდები შვილო? შენ ხო იცი შენ რო ჯდები აქ უკან ღარი გიჩას, წელი გიჩას, მოტიტულებული გაქვს და მე უნდა დაკრა სკვაზნიაკმა და გაცივდე. არ ჩაჯდე გიორგი, დედა, მომისმენე გეხვეწებ და ძველ ბიჭობ და უნდა ჩავიყუზო და ისე უნდა ვიბაძო. გთხო, გამანები თავი ნუ მომჭერი. რა შვები? ძველ ბიჭობ და უნდა ჩავიყუზო და მოდი რა, ჯერ ჯამთელობა გიორგი შვილო და მე ძველ ბიჭობა. აუ დედა, გეხვეწები ახლა მართლა მაცადე რა ბიჭებთან რა, ახლა საბაზრო მაგდა სალაპარაკო გვაქვს, ხო? მიდი, მიდი. როგორ ესაუბრები, ბიჭო? მიდი, დასტოინათ, ძმა, დასტოინათ. მიდი, ილაპარაკეთ, აქ ავარ, მე რას გიშვით ხე. ბიჭო, კაროჩე, წერან დედა შენი იყო და მაგით არ დაგიფიქსირე რა. შენ რო აქ მოდიხარ და თავარს ითხოვ, ბიჭო, ისე რასხოც არ მეთამაშები, შენ ის აქციელი არის არასწორი, მე გეუბნები, აგე. ახსენი, შვილო, ახსენი რა არის არასწორი. დედა, გეხვეწები, მაცადე მეთქი, ვიცი რა უნდა უთხრა. ახსენი, ხო, ახსენი რა არის რა უსნა, ბიჭო, რა. შენ გენაცვალოთ დედა, შენ გეუბნები დელფინი ხარ შენ. მიდი შვილო, გისმენ. რა გიხსნა, ბიჭო, რა უნდა აგიხსნა? შენ ის აქციელი არის არასწორი და გვაგე მეორედ გეუბნები. დედა ვატირე, ბიჭო. დედა ვატირე, შენ ვის მიზერას ლაპარაკო, ბიჭო, ვინ არის? რა არის
საქციელი 38 წელი დედა ენაცვალოს ამას სპრავედლივად აქ ნაცხოვრები აშენ ამხელა ბიჭი ხარ ბავშვს როგორ ელაპარაკები შეახმარო შენა 38 წლის არის გალბატონო მე ბავშვია ბიჭო ცხოვრება წინ აქ მომავალი წინ ამხელა კაც რა გელაპარაკო მაიმუნო ვირიშვილო შენა კაი გთხო მიდი დაცლა ენაცვალ ჩემი ჩორნი დელფინი მიდი შვილო აუ ერთი წამი გვაცადე რა დეიდა როცა ვსაუბრობ რა გეხვეწები დეიდა კი არა ბიჭო ერთი წუთი შვილო გიორგი ეხლა მომისემინე ბიჭო შენ ეხლა რამე ხوار გეშლება ჰა ცოტა ბიჭო ჭკვიანად იყავი თორე თქვენ სისხლს დავლევ დაგაჭერით და ხელებში დაგაჭერინებთ გაიგე ხო მოდი მიდი მებლაკავე მე ყომარი გინდა ძმა მიდი ყომარი გინდა დავაი მიდი მოდი ჩემი მიდი ძმაო მიდი მიდი გიორგი იოგურტი დაამთავრე მიდი კიდე მიდი ძმა არ მინდა ქალბატონო დეიდა რა მომისმინე ერთი რას ნიშნავს აღარ გინ ან ხომარზე უარს მეუბნები მიდი ძმაო ბავშვის სწავლებზე უნდა გეთამაშო ნახე რა დავსა 1 2 სამი მაგრამ არა დე აღარ სამლები დაიდოს თქვი აღარ ჩემი ერთი კვირის რაციონი ხომ მოუგი ამიტომ ჩოდები არიან გეხოთ წამოდე სახში ბორში შევჭამ წამოდიო ბიჭებს არა დე არ გავაფრთხილებ მიდი გიო და წამლებს ამოგიტან ძმაო ამოგირბენი მოვალ რა ბიჭო რამეა შეგეშალო გადაცემის პარტნიორია ეკოფლოუ. დამუხტე ელექტრომოწყობილობები და საოჯახო ტექნიკა სახლში დენის გათიშვისას ეკოფლოუს პორტატული ელექტროსადგურის გამოყენებით.